და აი ჩვენ დავბრუნდით თიკო send message გაიგედა მაიცა და ჩვენ დავბრუნდით ვიღაცა შემოდით ახლა просто ერთი წამი მაიცა და Čo, შენი ბაზრე მანამდე ისლებაზე არა ვინ არ არის რა მაშინ ვიყოთ ესე მანამდე შემოვიდა შოთი ამინდა შემოვიდეთ ერთი ვინ არის იუე ავი შოთი არა ისა ხარა აი ხა მიხვედი სამსახურში აი ხა დაიწყე მაშინ აი ეხა დავიწყეთ ჩვენს ახალი და დაიწყე აი ეს დადე რა სადმე თუ რაღაცა რაც თქვი კაი 4 ვართ ჩემო კარგებო ვაპატიეთ გაქცევა მოგვიწია რაღაცა კეთილი საქმე გავაკეთეთ ჩემო გიორგი რა ეს როგორ არ უნდა ვთქვა კეთილი საქმე ვქენ კეთილი საქმე ვქენ წინ დაგვხვდება ჩვენ ეს სიკეთე ვინმე გვაჩუქებს მანქანაში ჩამოსაკიდეთ ტელეფონის კეთილი საქმე გავაკეთეთ ნამდვილად ვინები ხართ ეს სამნი აბა თქვით რაღაცა და ცოტა გაგვეწევა ეს კეთილი საქმე თუ დავიოთ ცოტა გულით გადამიფრიალდა მეც მარა სიკეთეს თუ აკეთებ მე აღარც უნდა თქვა როგორ არა უკვე არ ჩაითვალა 7 ვართ ნუ ფალმა გავაძლიეროს თუ ფალმა სალანი ვინები ვიღაცამ რაღაცა ვინები ვართ აბა გაუზიაროთ ერთმანეთს ერთმა დაჟე შემოხედა და არც იკადრა და გავიდა წადი თქვენ დაჟე მეორე მაცეკნა და დავჭირე წადი თქვენიო და 7 წავიდა 7 ვართ ძალიან ცუდად გოგან ადირაძე არ ჩახარ და არც კიდე ჩვენ სულ აქ ვიქნებით ჩვენ აქავთ ზო დავბრუნდით დავბრუნდით მოვედით დავბრუნდით ნათელას აქ არის დავბრუნდით და პატარა პაუზის შემდეგ ანი გელაშვილმაც გულები აი შოტიკო ჯამოთ ჯავშუთ პრიშონ და ჩვენი ძმა მოვიდა ჯავშუთ რამას კაზალა მარა შოტიკოც მოვიდა ფანტამას სალამი შოტი სალამი ძმაო მე შენ ხო გითხარი დღეს რა თემასთან დაკავშირებით უნდა მოგიწვიო შოტიკს მოგიწვეთ მაგაზე მას 12-ის მერე 12-ის მერე შეგაერებისთვის ეთერი 12-ის მერეა ჩემო ძმაო მანამდე პროსტატ ეხავს და არ გვინდა რა ხო ხდება ხო როგორ მიყვარხარ რაღაც თქვი მე აგერ გავერთე ვაფ სადა ხარ ძმაო ჩემო შოდიკო მოგწერე სათხარ გაონი მოჟიწე რა გაონი მოჟი 11 გავხდით გვანც აქ ხარ გვანც მე ვიცოდი რაღაცები ვილაპარაკოთ დამადექით 12-ის მერე 12-ის მერე ცენზურას მერე ცუდი რაღაცები მერე ვილაპარაკოთ ანუ შენ ჩვეულ რეჟიმში ვილაპარაკოთ თორე ჩვენთვის იქნება ცუდი რაღაცების ლაპარაკი შენ ეგეთი ხარ რა ხდება მალიბუში მაიამიზე რა დუჯენია მაიამი ბიძა მაიამი რა ხდება ზმობაზე აფიცებ მზე რაღაცა არიან გოგოები არიან ლამაზები კი აქ გენასორი გვანს ბიჭო იმენა თეთრები ვარ ჩემ თავს ვიცი ზე კი არა და რაღაც გვირტყავს ბიჭო არ არსებობს ამ რეჟიმები არ ქონდეს ამ მაგარი ჩაინიკები არა არაფერი აი რაღაც აქ ქონდა აი გაშავდა რა თეთრ გაშავდა შენ დააჭირე ეკრანს აბა კი დააჭირე ეკრანს просто ურთხავთ დაემთხვა რა იმენა ურარტუელები ვართ ურარტუელების მოგზაურობა საქართველოში მოდი ამ თემაზე ჩამოყალიბდეთ მოიხმობლა შენთან მონტე-კარლოშიო აი მე ბაქუმრობისთვის გადიოც საჯიმანია გააკეთე და დაბრუნდი ჩვეულებრივ მეგობრებო 11-ს მოგმართავთ 11 ხო დავაი რამე თემა რო ერთად გავტკიკოთ ეს თემა რაღაცა ხო რა 10-ნი დავრჩით და რას უფრო ცოტანი ვარ მოსაწორი უნდა ვაკეთოთ თორე ცუდი თუ ვაკეთეთ მე 9-ნი რაღაცა მოგწერეთ ხალხო რა აუბედურება აი შოჯიკო გვანსა და ნატელა ვიცით რომ აქ ხართ და დანარჩენი 8-ნი არ ვიცი დანარჩენს არ ვიცი მე მგონი ვითვალთვალე პროსტა ხო ჩვენზე გადაობა რაღაცა არა ვიღაცა სპეცსამსახურები ჩართული არიან და ვითვალთვალე KGB is still watching you არის ესეთი აისური მამაჩემს ვაჩუქე ყველა KGB-ში უნდა კონდეს თითო ესეთი მაისური ერთ ოჯახში მივეცი ზო, რუბლები თითქოს ხო?
აი აქ აღარ. იქით დავტოვეთ, სადაც ვიყავით. იქვე გარჩეს ხო? გიორგი დალიბანდიანი. დაგვსინა. რა? სალსალკე დაგვსინა. წეუტილების ზევი და გიგარი. გიგარი ხარ. ეს მეზარება წერა დამადექით და მერე ვიჭორავთ ბევრიო. წადი შენი. ა თუ ძალიან გეზარება წერა მას ჩვენ ძალიან გვეზარება მაიამიზე ჩამოს. ხო, შენც მიცავი ძალიან შორს ხოვრობ შენც მა. იდეა გვანცა ეს იდეა მაქვს ზარები დაამატეთ პირდაპირ ეთერშიო. დავაი დარეკე გვანს. არა, მოიცა არა თქო და. არა, ვერ დავამატებ ვიხუმრე. ტექნოლოგიურად გვენძრება. ტექნოლოგიურად მაგრად გვენძრება. ანუ არ ვიცი თქმა უნდა. გვენძრება რა სიტყვა? ბიჭო. კონტექსტია ეგეთი თორე ცალკე სიტყვა რო აიღო არაფერი. ხელი გაანძრიე. აჰა. არ მენძრევა. რა ვიცი არა. უბრალოდ მე ლასო რაც ეს ისბრებოდა ისე ევაზიებოდა. ხო გაიგე. რა მაგიდა. აგერა მე თუფაკი ვითვალდა რა გადმოხდილი. აბა. უნდა არ მინახავს თუფაკი როგორ ატარებდა ცხოვრებაში, მაგრამ აბა დედა მოუკვდა თუფაკს გუში. თუფაკი რომ მოკვდა დედა მიცოდა? აი მე რა ბოროტი ხომ. თო მართლა გუში მომკვდა საცოდა. როგორ? ხალხო იცოდით ეგ? ჩაცრილეს ეს? სენზურა შენაგავო. შატია. სადი შენ. ვიცი ჩაცრილეს დედას? ხო, პადი. ძალიან მეწყია, მაგრამ მე თუფაკს ვცემდი პატივს და დედაზე ძალიან მეწყია. გავალ და 20 ჯიმანიას გავაკეთებ. ნახე ლაიქები მოგვაყარეს. ნახე. მიწა არ მოგვაყაროთ, მიწა. გულების მაცოს iPhone-ზე დაგირეკონ ხალ. აი, ჩემი iPhone-ი. დავირეკეთ ხალხო, ჩემი iPhone-ზე. გურამ როგორი წესი იყო ეხა ეს? ცოტა და შევედი მანქანაში. არა, გვაქვს. მან ზადში ცუჭან. მაგ თუნდა გამოსვლა შედივის, შე ხო რაღაც ისე ვდგავარ. აი მინდა რაღაცას გავიჭაჭე. ბიჭო, აი ეს რო იყოს, აქ არ დამაგდება რამე. როიბლი მაგდროს არ დამაგდება შეიძლება. თუ გაჩერებულ გასკო ჩავძმა. სკოჩი მაინც. სკოჩი გინდა. ორმაგი რა და აქედან და იქიდან და წავდა და შოტიკო ენას ამოგლიჯო რა, რაზდილობა, მაგაიროჟა, ხარძმა. ისაო, დედაც. არ შეიძლება ძმა. ხალხი გიყურებს 11 კაცი გიყურებს. 12 მე თვითონ. ხანუ დედაც და წერტილები უკეთესი იქნებოდა. აი ხო. გინებაზე მარტივად შეიძლება ტუს ვერ დავადებ, თუ ვერ დაფიქავ. 16 ვარ. მაგარია. ანუ უნდა დააკირო იმას, თქვია. რას? დედას, დედა აკრიბო და წერტილები. თუ უნდა დააკირო დედას, არა, რეგეს რივაკი დედა. რივაკი დედა. რივაკი დედა ძან. დედა პროდაქშენი. აი შოტიკოს კომენტარის მერე ვინმე რამე დაწერეთ რომ ცოტა ავიდეს ეს კომენტარი და სულ მაგას ვითხულობ. ნევა გიშლა. ესე გიტარები ამოქნა. მე როგორ ზიმა. აი ნახეთ. მაგარი ვადივარ ძალიან. 16. ჯო რა გვინდა იცი წეღან რომ ერთი კეთილი სურველი ბიჭი იყო და მოგეხმარებითო. მოგახსოვს მე ვაკეთებდიო იმებს რეკლამებს სათხარ აქ ხო არ ხარ აბა ჩემო ძმაო. ნანიკოები joint ჩვენიანი. ნანიკოს სალამი ნანიკოს. სალამი ნანიკოს. ინჯა ანთელავა ვერ შემოვიწავე. სად არის? მე არ ვიცი. სანტავიკის როლს აკეთებს ალბათ. არ გეწყირო, სულ ჰამლეტი გეთამაშოს თელი ცხოვრება. თორე სანტავიკი განახერხოს, ყველა როლი წმინდა. თქვა, შექსპირში ბუჩკის როლი. გუკა რა ქენი შენ შვები რამეს? შეცაკი კიდე ეს SMS დივანიც ხარ, ხო რა უბედო. ყველაფერს შვება. ზანეთი კაცი, მუსიკები ამის. აღერა კარგად იჭერს. პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულა. ლაიქები მოგვაყარეს. მადლობა ლაიქებისთვის. ხალხმა გაგეწიარო. ზირა ეს იმდენად ცოცხალი რეჟიმია, თქვენ თუ რამე დიალოგის რეჟიმში არ ჩაერთვებით, ჩვენ შენივრად გადავთ მანქანით.
ამე რა იქნება ჩართული. კიო და გვანცემოთ ხელფასი ჯერ ენთუზიაზმი გვაქვს ჩვენ. და მონდომება. მე ხალხს რაღაცებს დაგასაკვებს უყოლას, რომ არ არის ეს პრობლემა, არა? პარტია 69. პარტია 69. შემოხალხს პარტია 69. კაი სიმღერა. აუცილებლად. ქართულ რადიოებს მიმართავ რა გჭირთ რეებს უშვებთ ხალხო ყველა რადიოს გეხებათ საერთოდ რა შალალაინზე მორნინგ რა გჭირთ რადიო აფხაზეთი ჩემო მეგობრებო რა გჭირთ მე მუშაობდი რა ამა შეხედე ერთი მოძრაობა რადიო აფხაზეთის ხმა კაი რადიო იყო მე მუშაობდი და კაი პლეილისტებიც ჰქონდათ ზურა გორგაძე აღარ მუშაობს მან აი რაღაცებს უშვებდა. მირიან ჯერჯელავა რა ვინც კი გიცნობთ ვინც იცით რომ რადიოში ხართ რაღაცა მოწკიბათ რა კაი. კიდე რაღაცეები ჩაგვერთეთ თქვენს რა მარტო ჩვენს გიჟებებს და არ ვილაპარაკეთ რაღაც. მაგარი დაღლილი გამანდა. მაგარი დაღლილი როჟები. აი გაის რა სიმღერაა. დაჟე შენც არ გაგესწრებ. 97 და 5 ნახე რა. ლებიობა იყო. აი კანდური დატოვა. ძალიან გვესმის პეიჯი ზღვა. კალბატონო ნუ შემივარდებით ფეხებში გთხოვთ. FM3 ვიღაცა დაგცინის, ვინ დაგცინის? სურათით ვერ ვხვდება. დაგცინიან. ან ეცინება ორი ვარიანტია. ბიჭო ნუ იღებ დაცინოთ. არა ბიჭო ვაფშე. ეცინება. კევინ კოსტნერთან ჯიბაში. ძალიან სლატკი სიმღერაა. მაგარი არა საინტერესო საყურებელია ეს ყველაფერი არ ჩანვარ. აი კეფებს უღებ. ნანუკა შერგელაშვილი. გუმიერი წუთილი. აი მე ჩანადანგალი, გაიგე ჩანადანგალი. ჩანადანგალი. რაღაცები თქვენს გველაპარაკეთ რა. გაანება ბიჭო, თუ არ ნაწყენები თუ ხარ თქვით პირდაპირ არის ვერ გავიგებ. ეს იმერა ვიცი. ხო? აჰა. გაუ ბიჭებს როგორ ხართ? საინტერესო რა კაი ტიპი ხარ შენ? რა ხარ? მე ძზე რა? ფასიაზე ძალიან კარგი ფასიაზე ალბათ. ძალიანაც კარგი ჩაგვერთო და რა მე? სულ ჩართული ვარ თქვენ შემოდით ხალხო. ეს სახელი არ ვიცი. რაღაცა ჩინური იეროგლიფებია თუ ია. პარგალო, სიროა. წერს? ვაი, მე სულ აქ ვარ. მაქსიმალურად ვეცდები გაგახალისოთ ხოლმე და. თქვენ შემოდით მე რაღაცა მოწკიბოთ მეგობრები. ვანსაკ ხო გავუშვათ ბარო 5-ის ნომერი მე. აუცილებლად ვანს. ჩემ ტელეფონში ჩავრთა. რა წერია? სალო წერია ჩინურად. ვა, სალო? სალო. ეხოთ ენა არა თვალი მოვიტეხეთ უფრო ენას ვერ მოიტეხავ მაგრამ. ოფისთან მივიდეთ? ოფისთან მივიდეთ ხო და გამი დავიბაზარებთ. სალო კიდე ოფისთან ოფისი მდებარეობს ვაჟა-ფშაველაზე. დანარჩენი გამოიცანით. სალო 19 ვარ. შორტია სადა ხარ ბიჭო? ეგ ხო იდიოტია ბიჭო იმენა ეზარება რა. გადარჩო რაღაცა ბანზიარხები ვარ. National Geographic და Discovery და BBC და CNN. რეებს უყურებ შენ ბიჭო გაგიჟდი. ჯო 70-ია. თელი სოფლიო ჩვენ გვიყურებ შენ კიდე National Geographic-ია. გადმორთე კაცურახსა ბიჭო. მესიჯი. რა მესიჯი ბა? არის. ვაშეთ რა უკანდებს. რატო? აი ჩვენი ზვაკაცი ხსერს დააშიარე ლინკი ხალხს უთხარითო ხო და გეუბნებით დააშიარე ჩვენი ლინკი სადაც დააშიარე ჩვენი ლინკი დიდი ბოდიში 2 წამით გამოვეთი შოთიამ მოგახსნა ძალიან გაგვახარო გეპატიება ჩემო ძმაო ძალიან გაგვახარო დაბრუნდი ხო და რაღაცა კენი თქვენს დააშიარეთ ჩვენი გვერდი ბიჭო მარტივია უნდა მონიშნოთ ლინკი და დააგდოთ თქვენ პირად გვერდზე მე რო გახსნიან ავტომატურად გადმოვლენ ალბათ ჩვენს გვერდზე ან პირდაპირ ლაივ დააწერენ გაგუშვენ როგორ გაგუშვენ აქ იდგება პატრონი ალბათ
რა სასაქმე არა აქვს მაგას? ეგრე შევია ხოლმე რა. არ ვიცი მე მგონი. ხო. პატრული, კარგი რა, პატრული რა. კარგი რა. რა თბილისში მოძრაობა. დავაგდე უკვე მე მგონი გახსნის ვინმე. მგონი არა, უეჭველი უნდა გახსნას. აი ესე ყველა თქვენ რომ მოგვეხმარებით მთელი 19 კაცი ჩვენც რაღაცა წინ წავალთ რა ცოტა ნელა. ყველაფერი იქნება ლამაზად და კარგად. ჯერეს გოთუა? ხო აბა სხვანაირად თუ იცი რამე გზა ვერ გქვი და მოყმეს თუ აცოცხლები და მე იმ შენობაზე არ ვითქვი რა ქვია მაგას თუ გადაცოცხლები ეგ არის საქართველოს ბანკის სათავო ოფისი შეება. კატოს მოვიდა. კატო? უი აკოფი ხარ თქვენო კი? ჭახუნა? არა კატო ჩვენი კატო. კატო მე კატო გავი. ჩვენი მე კატო არის ყველაზე ერთგული მაყურებელი. დავიჯერო მოგო. აუ მოდი სათორე მოგოვი. რაო? კომბოსტოდ გადავიქეცი სახში გოგრაა ვაფშე. რა იცი გოგრა იქცევა მე. შე მაგარი ეს არის ჩემი ძმა რა შოთიკო და ძალიან ერუდირებული კაცია და ძალიან მაგარი გამონათქვამები აქვს. სალო არაფერ მშვიდობა. შემოდი შენს ვიღაცებს უთხარი კიდე რავი შემოდი რა. ჩამოდი ძმა ხა ცხეთაში ნუ ჩამომიყვან ჩემ თავს გაფის მაგრად მეზარება ბენზინშიც ვერ ვარ თქვა ის და მაინც აკაიფო და სახარბიელოდ. ასე რომ ჯერ კი დიდარი ოჯახის შვილები ვარ მაგას. არა დიდარი ოჯახის შვილები კი ვარ თქო. რადიო არის იმენა ტასკა. კიდე რაღაცა გითხარით რა. ნახე? ჯორა? რა. ნევარულა. არ უხდებოდა მაგათ მე. მიჯობ დაგამდა ნეუნება კი. აუღან საცობი არ იყოს ახლა ოფისთან. ოფისთან არ იქნება. ოფისამდე შევა ბულაჩაუზე გავიჭერეთ. და სააკადრად ამის შევედი რაღაც მანქანაში სახით. დრო კაი ადგილას გააჩერა ძალიან. ბიჭო, ემინა, როდის მახარო ზემოთ დაიწერება 100 მაინც. აი, ეკლზე აღარ ბადობ. არა, ის გასა 100. მოხდები 100 კაცი მაინც. რავი, დიდი იმედია. მალე. არა, ზუსტად ვიცი რომ დაიწერება. დაიწერება ბევრად მეტის მაგრამ. დრო გვინდა შემოგიაგე. დრო ჩემო სიცოცხლე, დროა საჭირო. ეს სხვა არ ხდება. კეთინო, შეწირული დედაჩემი. რაო? ოეს. რა დედა რა გინდა დედა რა ენაზე დაწერე ვერ გავიგე. ის გაქვთ. ის გვაქვს რა გვაქვს დედა. არ ვიცი დედა არის მის. როგორ ხარ დაბა როგორ კატო. რავი კატუშა შენ ისეთი აქტიური ჩვენი მაყურებელი ხარ ოდესღაც პრიზები რა. ზურა ხურციო ჩემი ძმა გაიზი შენია. ესე უთო თუ გვექნება უთავია პაზა. აუ ბიჭო რა ვაზრო ამინდი გვაქვს ხო? მოდი რამე მოყევით და აქ ყვებით. მეც გავერთობი და თქვენს გიო მაკო ვარდოსანიძეს იცნობ სანზონელიაო. ბიჭო დედაჩემი ცხოვრობს ბუდაპეშტზე, მაკო ვარდოსანიძე. დედაჩემა ოფისი იგულისხმა. კი, ძალიან მაგარი ოფისი გვაქვს. არ ვიცი რომ მაკო ვარდოსანიძეს დედაჩემის გარდა არავის საერთოდ მე მაპატიეთ. რა მოყვეთ მითხარი, გამოუშვით ხონა რა გაინტერესებდა? ჩვენ აზრს დაგიფიქსირებთ, ან უბრალოდ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით? რაო, რა ვიცი. გაჩერებას აპირებს ადმოშო. კი, ჩამოდი და გეტყვი. მე ვთქვი რა პრიზიც მინდა და ველოდებიო. დაამატე მეგობრებში. კატაობა უნდა. ხო, რო ჩამოყო. კი. უეჭვენ. რაღაცა თემა, აბა, ზურა მიდი შენ ხარ იდეინი, რაღაცა შემოაგდე. აი აქ იქნება არ არის? არ არის დოსა. არ არის შეთო. აი არა დრო. ჯეროზიოსებიძე ხო არა? არა, მე რიქს როგორ შევუხო ვაჟაზე. ესიც არის ჩვეულებრივი. ვაჟაზე როგორ შევუხო? ეს მართალია. შევუხო. ყველა გზა ვაჟაზე მიდის ვაფშე ძმა. ყველა. აქედან ყოველში. გიომ რამე მაგარი მოყვეს ანეკდოტიო. ეს კეიშა არის, კეიშა ლინკი დადე ხარა შენი. მთელი 25 კაცი ნახავს. ანეკდოტი გინდათ რამე? ხო, მინდი რა. მოვიფიქრო, რამე აი როგორ ბიზი ანეკდოტი რა. სახს ვიყიდი და ბარემ ხარჯია და ახსენე მასო რა. რა? სახს ვიყიდი და ბარემ ხარჯია. სახს ყიდიო. და სახს ყიდის ჩვენი შოთია. სად არის ახლი? შენ ეცოდი. შესასყიდი?
გინდათ რუსეთი. ბიჭო, გინდათ რუსეთი დაგათვალიერებინოთო, როგორ, აბა? Google-ით, Google Map-ით. რუსეთი დიდია. რუსეთი გვინდა. რამე ანეკდოტიო რა. შოდიკო, რომელ სასყიდიათ გითხარი, მაგრამ მდენი 28 კაცი გვიყურებს მთელი. რა ანეკდოტი გამახსენე რა. ეხლა გავგიჟდი და ეხლა. რა, შენ იმ დღეს არ გაჩერდი მთელი. ხო, ბიჭო და რა მჭირს. რავი სადმეო. რავი სასყიდის, რავი სადმე. რავი სადმე მაგარი ადგილია. ისიე ახალი უბანი. ბიჭო, სერიოზულად. რავი სადმე. სერიოზულად. ვიცი ერთი ანეკდოტი. მინი. როგორც გავჩერდეთ ოფისთან და მოვყვები რა, აგერ 100 მეტრი დარჩა ოფისამდე. და ეს თელი შუქები უგავთ, ანათები, პაპარაცები გავსდევენ და ეს ჩიკ ესეთი ამბავი არის და ამ წვანი საინთება. რა გვაწუხებენ. 25? 27 ავშენდით. Короче, ანეკდოტი არის, მავა, ჩემი მეგობარია ძალიან მაგარი, რო იცოდა. სალამ ალეიქუმ, ალეიქუმ. Короче, ანეკდოტი არის თეთრი იუმორია რა, ანუ ბოროტი ანეკდოტი არის, მე გიჟდები ბოროტ ანეკდოტებზე, აი გიჟდები ბოროტ ანეკდოტებზე და მოგიყვებით, რამდენად გაგეცილებათ ეგ არ ვიცი. მე არ ვარ ნიჭიერი ანეკდოტების მომყოლი, მართლა. ამას უნდა ცალკე ნიჭი. რო ანეკდოტი კარგად მოყვა. ენაცვალე შენ მე. მე თვითონ ვსავხოლმე სიცილით რო ვყვები. გავჩერდეთ ოფისთან ან რაღა დარჩა და? შესავალს აკეთებ, ხა? შესავალს არ ვაკეთებ, უბრალოდ თქვი რომ არ ვარ ნიჭიერი ანეკდოტების მომყოლი. მოკლედ. კაი, რომელი ანეკდოტი მოყვა? ხო, კაი. ასწავლებელი იციან. მოახედე ჩემსკენ კარგად. კრუპნი აიღე ჩემზე. მინდი. აიგრა ჩემზე იმუშავე. მედია, განათება და აბალანსეთ. მოკლედ, ესეთი ანეკდოტია რა. ტიპს მოწყდება ხელი. აქ აი ეს ღია მოტეხილობა აქ და ნუ აი კაროჩე რა, აგონიაშია გიჟივითა სასტრაფოს ელოდება. გავიდა 9 საათი, ნუ აი ძლივს მოვიდა სასტრაფო რა, ძლივს მოვიდა სასტრაფო და კაროჩე ამოვიდნენ ეს ექიმები თუ რაღაცა არინერულ რაღაცა ბინტი ელასტიური შემოახვდეს და კაროჩე მიიყვანეს ჩასვეს მანქანაში რა. აი ეს თავის მარშრუტკა რაწყავთ. და როგორი სიტუაცია იცი რომ ორი კაცი ზის უკან ექიმი. და მძღოლს აქ პორტოჩკა, ანუ ეს უკან რო გამოწევს ამ ორ კაცს ელაპარაკება, ნუ ამას რაღაცა გამაყუჩებელი გაუკეთეს გიჟივითა, მაგრად ტკივა რა. ეს ექიმები აწყარებენ არინერულ ეხა მივალთ ოპერაციას გავიკეთებთ არინერულ და უცებ. მძღოლის კაბინეტს ეხლა გავჩერდებით, ბარემ ოფისთან მოვედით. ოფისთან სად გავჩერდეთ მომავალ? აქ არ ვიცი. რა აქ მე გავჩერდეთ. შენ იცი აქენი მე იმას დაუზახე და შენ მანამდე მოუყევი ხალხს. ხო. და აი სამე მიყენდი მოვა. აგერა ვარ და სანამ გამაგდეს მაშინ. ხო და აროჩი გავაგზელებ, ესეთი ამბავი არის რა და მოტეხილი აქვს ხელი რა, მოტეხილი აქვს ხელი და რო აი პანიკაშია და აი ამ ამბავში და უცებ ერთ-ერთი ექიმი ესე მძღოლის პორტოჩკას გაწევს, ესე გახედავს მძღოლს და გაუკეთებს დაკეტავს რა. ის გაგიჟდება, ხო ხტები, მაგრამ თან ტკივა ვერ მიხვდა, ნუ ალბათ ექიმების რაღაცა შიდა პონტი არისო. გავა კიდე ერთი 10 წუთი ეს ტიპი გამოუაღებს კიდე პორტოჩკას ამისი მძღოლის და უკეთებს რა. ანუ როგორც იქნა მიაღწევენ, ესე იგი სამოწყოფოში ამბიც ხელს გადაუხმენ, ჩაუსვამენ უკვე რაღაცა გამოდის მდგომარეობიდან ტკივილის მაგდენი არა აქვს და ექიმი შემოვა მთავარი და მთავარ ექიმს ეკითხება რომ თავი გამარჯობათო ბატონო, იცი რა მაინტერესებს აი ესე რომ მოვდიოდითო სასტრაფოს რომ მოვყავდიო, აი ესო ექიმი რო იყო ჩემთან უკანაო, ესე რომ მძღოლსო გაუწევდაო პორტოჩკას და ეს უკეთებდაო და ესო რამე თქვენი ენა არისო თუ რამე მე არ ვიციო და ეგო ძველი ამბავიაო, აი მძღოლის შვილმაო გუშინო თავი ჩამოიხჩაო და ეხა დავებოდნენ ნუ ეს ტიპოროტი ანეკდოტია. შავი უმორი აქ, კი ბატონო. გამსოფრიშო. всё, ჩვენი ძმა. ალამაზი გოგო იყო, ნახე? სად იყო გოგო? წერა ქერა გაჩერება. არ დამი. კრასავიცა. აგე უკან. ულამაზეს. არ ვიცი. ჩვენი ძმა მოვიდა. აი, გაგაცნობთ ჩვენ ძმას. მაო, პირდაპირ ეთერი. გამარჯობა. გამი ხალხი. ალამაზი გოგო, просто გადავირიე. აბა სად არის ეგეთი გაზა? აი ეს გაზადნე ეს გრუზინული თემები არ ვიცი როგორ გახართ დაგაჯარიმები. всё, არ დამაჯამა მარიმო. ბიჭო, просто მე პანოს ველოდი. გაიცანით ლევანია ეს. გასალოდები? პანოს ჩემ ძმა კაცსა. სადველოდებ. აი აქ უნდა მოვიდეს, აგე გაჩერდები. ვაი, მე მზია მზიკო მია. ხო აკექს.
ჰა? მზიკო ვაიმეო. კატო 43. 43. დავიდე რაღაც მაიკა დამრჩა თუ რაღაც გუში წამოვიღებდი ბარი. პირდაპირ ეთერში ხარ, ძალიან ზუსტად ნუ. მივჩერდი აკე 50. აი მაცო და აი ცი რა ადგილა. ცოტა რომ ამოცდები, საფილოს რომ ამოცდები. HB-ში ადით და მოვალოთ შემოძმა მიტყუება არ დაიჯეროთ ეს ყველაფერი. აი გამი. მერაბი ნახე ვინ არის? ვიღაც ჩავში. მიდი ამბობ. მოგესალმები ლევან, გიორგი ინასარიძე. პრივეტ ლევან. ყველა საუბარი. მოგესალმება ლევან. ვა, პრივეტ. აქ უნდა მოვიდეთ? ანუ ლაივში ხარ? აქ გაგდე. ლაივში ხარ? რა მაიკა. ლაივში ხარ რა მაიკაო, ხალხი გეუბნება. სახინკლე ხო არ გინდა მე რა. შეძმობას სკაიპით გებაზრები ქურდებთან ერთად 4 დღეს მეუბნება. ჩამაბარა. აუ რა კაი გოგო იყო გადავიდე ხა ტვინს გავუბრა. არ მინდა გიორგი პირდაპირ ეთერში ხარ რა გოგო. სილამაზის დასდანა ხოლმე შეგეძლოს ადამიანს. სილამაზის გოგო. გიოს უთხარი აი ეგეთი დებილური ანეკდოტები ვინც და ორს ვაჩუკებ. ვიცი და ერთ ორს ვაჩუკებო. ბაზარი არა გამოუშვიტო. ეგ კიდე როგორი არის? აი მერაბი გაუშვი. პატარა ანეკდოტები იყო იცი. დედა რო ეძახის. დედა! მამა ყველაფერს ფაჯრიდან ისვრის. აი ეს არის კლასიკური სიდებილე მაგ ანეკდოტების ხო ხდები? კიდე აი რუსული. აი 42-ზე ვარ გურამას. კიდე რუსული ესეთი ანეკდოტი. Вовка, не грызи ногти. У бабушки. На ногах. И вообще отойди от гроба. ასეთ საიზღარი ანეკდოტია, რუსული იცის. აუ, ძალიან მაგას მოგიყვებით. კაროჩი, ძალიან მაგარი ანეკდოტი. კაროჩი ერთი ჯიგარსონა არის რა, რომელიც მინდია გაიშთა ბარო ბიჭოს ის შოუ. ვა, ზდაროვა, მინდის ზდაროვა, შემოგემეს ზდაროვა. გერასონა, მინდო. მოკითხვა, შემოძმაო, მოკითხვა აქედან. მინდი არის ხალხო, რომ იცოდეთ, მრავალ გზის ჩემპიონია. კაცი რომელმაც საქართველოს ბევრჯერ მოუტანა სახელი. ნამდვილად ილია ბოდაველი. გუიამაყები გუყახარ შემოძმაო. ალექსანდრე ანიგა ძმა. ვაჟი გინაცოლი. არ მომაყოლეთ რა. მიდი აბა შენ. ხო და კაროჩე რა თემაა რა. ერთი ჭირკედება ბიჭი არის რა. ვენაზე ერთობა და კაროჩე ძალიან ბევრი მოვიდა და ამ პროცესში ნუ ბავშველოდება. და ბარო ბავშველოდებოდა რა ამ პროცესის დროს არ გაჩერდა და ხო და ერთი წამი დავტყორთ აკოსმა. მიდი აქავთ ხო და კაროჩე ბავშველოდება მივარ სამშობიაროში და ნუ კაროჩე აუ ზის და ფიქრობს რომ რა მინდოდა ეს რა თვე მაინც რაღაცა და ნუ ექიმი ეძახის რომ ნუ გვარს დაუძახებს სიტყვაზე რაღაცა გაბისონიაო დიახ მე ვარო თქვენო ბიჭი ყავთო აუ გავუსწორდა ბიჭი ყავს რა მაგარია უბრალოდ ერთიო ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს თქვენთვისო თქვენ ბიჭსო ფეხები არა აქვსო რა და ზედა სართულზე არის მოთავსებულიო და ნუ გაგიჟდა რა ტიპი რომ ნუ აი რა მინდოდა რა აი რა ხა ბავშვი უნდა დაიტაჯოს ნუ ავიდა მე არა უშავს ჩემი შვილი ავიდა მეორე სართულზე და გაბისონიაო ბავშვი სადარიო და უიო თქვენო გაბისონიას მამა ხართო ვიცით რა მოკლედ ესეთი ამბავია თქვენ შულს ხელები არა აქვსო და ზემოთ სართულზეაო ნუ აი გაჭედდა რა განადგურდა ტიპი ავიდა ზედა სართულზე ყვირის გაბისონია შვილი მანახეთ ვაიმეო თქვენ შულსო ტანი არა აქვს თავიაო მარტო და ზედა სართულზე არისო რა ნუ აი ხო ხვდებით ახლა რა ჭირს და ავიდა ამ სართულზე და ვაიმეო თქვენ გაბისონიას მამა ბრძანდებითო სამწუხარო ინფორმაცია არისო რომ თქვენი შვილი მარტო ყურიაო და ბოლო სართულზეაო ყური მოთავსებულიო და ნუ მოკვდა ტიპი განადგურდა მაგრამ ამბობს რომ მან ჩემი შვილია ჩემი შვილის ყურია და არ მივატოვებნა ავიდა ბოლო სართულზეს და ეს ყური გამოუტანეს ესე და უჭირავს ეს ყური და ეუბნება რომ არ შეგეშინდეს მამაო ყველაფერი მე არ მიგატოვებ ყველაფერი კარგად იქნებაო ყველაფერი და ეგთან მივიდა ცოტა ხმამაღლა არის მისო სამფოროთ ერიგდოტია Папатец, სამოროტი და უფრო ბოროტს მოყვები და სალამ დაგვიწერა აჯმანების თემა. ბიჭო, ხო, უფრო ცუს მოგიყვებით, ამაზე ცუდ არის და საღარ მოყვები. აბა? იგივე თემაა, მამა ელოდება შვილს რა და ესე მოყავს ბები აქავს, მოყავს და ესე ძელი კოლიდორია და მოყავს და უწევ ამბავს, აიღებს და ბახ ამოარტყავს ფეხს რა და ეს მამა ასაკეთებ რა, კაი დაიკიდა, ყუდარი დაიბადაო. ესე ცუდი ანეკდოტია. სამი გავგარჯოთ. აი ესეთი მურტალი ანეკდოტი იყო. მაპატიეთ ესეთ ბოროტობებს აღარ მოყვები. ატოქს ესო, კაცი გიორგი იმასარიძე წერს, რომ გიო ბოდიშიო
შეულებრივად ხარ Facebook-ზე დარეგისტრირებული, ანუ აი ესე გიორგი ვარცენძე რომ დაგიმატო. ხო, ლაივები ძალიან აი ხასიათზე მაყენები და ესე გააგრძელე ძალიან მაგრები ხართ. მადლობა ტატოს. მადლობა ჩემო ძმაო. რა ბოროტი ხარ გიორგიო ვარდოსანიძე შენი მოგვარია. მაპატიეთ, ეგეც მე არ მომიგონია. ani გბოი მოყევი. სამი დაქალის ანეკდოტი მოყევი, ალბათ შოთია გეუნება. სამი დაქალის ანეკდოტი რომელია? სამი დაქალია ანეკდოტი მოყევი რა. ზიკო მიამ ვაიო. ისა, ანუ ესეთი ანეკდოტია რომ კაროჩე იაპონელის ცოლი, ფრანგის ცოლი და ქართველის ცოლების ხედან და საუბრობენ რომ კაროჩე რა მოხდა, როდესაც დაოჯახდნენ და იაპონელის ცოლი იზახის რომ კაროჩე ჩემმა ქმარმაო, როდესაც გავწხუდიო, პირველ ღამეს უთხარ რომ მე არც სახს დავალაგებდი, არც საჭმელს გავაკეთებდიო, წავიდაო. ერთი დღე არ ჩანდა, ორი დღე არ ჩანდა, მესამე დღეს რობოტი მოიყვანა და დღეს ისალაგებს, ისრეცხავს და საჭმელს ისაკეთებს. ფრანგმა უთხრა ჩემი სიტუაციაც დაახლოებით ეგეთიაო. აი მარიამ. წავიდაო, ჩემი ქმარიო, ეგ რო უთხარო, არაფერს არ ვიზავდიო. ერთი დღე არ ჩანდაო, ორი დღე არ ჩანდა, მესამე დღეს მოიყვანაო. ვიღაცა ქალიო და ისალაგებსო, ისაკეთებს საჭმელებსო. ქართველმა ცოლმაც იგივე თქვა. ჩემ ქმართანაც იგივე სიტუაცია იყო. მე რო უთხარო, საჭმელს არ გავაკეთებდი და არაფერს არ ვიზავდიო. ერთი დღე არ ჩანდაო, ორი დღე არ ჩანდა და მესამე დღეს აი აქედან ცოტა გამოვიხედაო. აი ესეთი მენტალური ანეკდოტია, ხო ხტები ცოტა ქართული მენტალიტეტი ჩავდა. ეს მე მგონი სამ დაზე, რავი, რა თქვით. არა, ოზებზეო. შოთიკო. ის მო. ეგ 12-ის მერე ძმა. მოტასები გაიხადენ უცხავს შენი. ეგ იცის საკანონო. რანაირად აღმოჩნდი აქ რა ხდება მარიამ გიგანი დარჩი, კაი, იცი რა მაგარია. აქ არ ვიცი როგორ აღმოჩნდი, ალბათ გადმოგამისამართეს 9-დან. წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. ალბათ დააჭირე ლაიქს ხაჭაპურის გადამყვანზე და ძალიანაც კარგი ქენი, რადგან შემოგვიერთდი ჩვენ. უკვე 37-ნი ვართ, ეს რაღაცა იმედის მომცემია. კი, ნელა უკვე ავსით, ხედავ, აი ცოტაც ხალხოები 100 დაგვანახეთ, რომ საღამოს ლაივზე თამამად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, საღამოს ლაივზე თამამად შემოვიდა. ეს და მეგაბაიტები მე აქ ისე რომ ხეთავს მიცავართ შვეულებრივად გავიყიდეთ, მაგრამ მე პროსტა შხერა იყარვით ეს იყო ამოძახილი გულის. მე მიიღეს რა თქვენ რო გასიამოვნოთ მე მიიღეს. მაგას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. 38 40 დაჟე სალ. ბასი 41 2 15. რა? არჩემი 38. ხალხი შემოდის ხალხი ცვალებადია, რატო დგავართ აქ? არ ვიცი. მოვედით ოფისთან. ეს კაიბი რა ჩვენი აზრით ახლა? არა. სამი გადავინასო. თუ გინდა ვაფშე რა ვქნა, იცი ცოტა ხანი ვიყო და მე გვიან ეთერში შევიდეთ. მე გვიან ეთერში შევიდე. აქ სად გავჩერდი? შენ სად გავარ? ტრასაზე ვარ გამიგე. ვაიმე და. აჰა. ხინკალზე გეპატიჟებით, სამოდითო სალომე საბაძე გეპატიჟება. მადლობა, ჩემო ოქრო დიეტაზე ვარ. სამ მაგარ დიეტაზე რა შენ და მე. მე და შენ. ორივე ვარ. აი შუქიც და ისიაც აი შუქია, ამ ხელა ბილბორდებია, ბიჭო, უკვე. ჩემი თუ გავჩერდით ეს კაი ადგილი. ჩემ ოფისთან მოდით ჩამოვალო. კატო მათსა მოგწერე ანეკდოტი და წაიკითხეთ. ეხა ვერ ვნახავ. სად წერ ამ რაღაცებს? ანუ ვენეციიდან გადევნებთ თვალსო. რა ხდება, წყალი არის მან? წყალი გააქვთ მან ვენეციაში? ვენეციაში არ არის წყალი. არის ხდება ხოლმე. მაიცადე. რა შეძე წყალს? წყალს არ ვიცი. ეგრე რა მიხვდა როგორც იქა მომეცია. აჰა, დაიჭირე შენ. აჰა. თავაროში გიორგი ვარდოსანიძე ისევ და ისევ. ფილმის სიუჟეტი. ყბელა დაიღუპა. გადავრჩით მხოლოდ ჩვენ საქართველო. და გავხდით სოფლიო ბრძანებლები. რა ანეკდოტია. თორე დავკაჩავ იდიოტულებს. მაიცადე. ვაიმე კი მეორე არენასთან ხომ არ ხარ გიო შემთხვევით. მეორეარენა რა არის? მეორეარენა რა? აი რა. პაკესავკა ალბათარენა. არა, შემოგევლე არა. მან და არა ვართ. აქ ხართ კიდე? და იმეც მოვედი. აბა როგორ ხართ? ეკუნა სადუნიშვილი. ჰეი! ეს თიკო მოიკითხე რომ მითხრა. ვერ ვნახე თიკო, მაპატია. ვერ ვნახე. ვეძებე, მაგრამ ვერ პოვე ვერსად. კაი ანეკდოტი არა მე. დავცურავ დილიდან საღამომდე. კარგია ცურვა გადაარჩენ საქართველოს თორე სხვა კი არა. შენი საყვარელი სტილია. ხო, კი, კატო წავიკითხე მე მომეწონა. აი ეს რაღაცა. საიგი რა. ზია, დავცურავ დილიდან საღამომდეო. ჩვენიერი ნეტა ჩვენს მან ვიყოთ, მაგრამ გავცურავდით. ამით ვიყავი და ხაჭაპურის გადამყვანი რატო დაარქვითო და რატო დავარქვით შორა ხაჭაპურის გადამყვანი? შენ უპასუხე შენი იდეა.
რავი, ძალიან მაგარი სახელი. ამას კიდე ისიც გავაკეთებ პატარა რეკლამა 25-ში რო იქნება გადაცემა, რკინის ლოგიკა და მანდ იქნება იქაც ხაჭაპურის გადამყონები. რაღაცნაირი ანეკდოტია ვიხდი, ანუ ზე გავიგებ ალბათ. ის არის რომ მასწავლებელი რო გადახტა, ის ხო გაიგე და ამას ის რაღაცნაირი იყო, ნუ ეს მაინც და მაინც ვერ ვიცინე. ჩემ ანეკდოტებს გავს. დაგიწუნეს ანეკდოტი. კატო, წავიკითხე, მოგიკითხა რომ გავგიჟდით ხო, ვერ გავგიჟდი. მაგრამ არა უშავს, მეც მაგ ხოლმე ეგეთ ჩავარდნები. ხდება ხოლმე. მე კიდე გიო ყოველ დღე სხვირი მაქვს გაბრუდებული დილი და საღამომდე. რატომ სხვირი გაბრუდებული? როგორ დაი კარგება ხოლმე. თიკო. გაკრება ხოლმე. სულ 24 საათი ერთად და გაკრა. თუ ნახავ ხო გითხარი, მოგიკითხავ. შენი მოგვარე კითხულობს მეთქი. 41. კიდე კაი არ გავჩერდა. პოლიტიკური ელფერი მიეცემო და ყველაფერს და ეს რო სიმსიმეს ძალიან ცუდად გილავს გიყვა. ხო და აი იქით რო გადავიდე. აი მანქანის უკან რომ მივიდე. მიდი. ცოტა პატრულია მე მგონი, ხო? ცოტა პატრული, ცოტა კრიმინალია. არის პატრული. აბა თავზე სიმსიმები რატო? ის არის სახანძრო კი არა და რაღაცაა ეს. ნუ გამიშუთხარი მაშინ. გამსო. აი წინ მივა. პანოშიკა გაიში. აი აქ მანქანის ვიჯო აგერ თორე ხლეურად გევა. Power house. სადა? Power house-ში უნდა ავიდე. ივიკოსთან? ზოდიში რა ორი წუთი. მერე ჩამოვა და დაგირეკოთ და თუ იქნებით გრაფა. ჩვენ ეს ეთერებში ვართ, სულ და Power House-ი, შეგვიძლია Power House-ს 1-2 სხვა თქვათ ჩვენ. Power House-ზე შემოგიეროთ ყველაფერი. კაროჩ დარეკე რა. კი, ბაზარი ხონზე ვარ ჩვენ. კარგი. ვისაც ვარჯიში გინდათ მეგობრებო, არის ესეთი ძალიან მაგარი ტრენაჟერების დარბაზი Power House-ი. ძალიან მაგარი მართლა. კი, ძალიან არის CrossFit-ის, მაგრამ არცად არ არის ეგეთი CrossFit-ი, ანუ ძალიან მაგარი ტრენერები არიან. ძალიან მაგარი ხალხია, გარემოც იდეალურია, წადით ივარჯიშეთ. რავი, შედეგს ნახავთ ძალიან მალე და ძალიან მაგარ სხვათა შორის. ასე რომ Power House. Power House, არის მე ერთი მდებარეობს Power ზუსტად. House-ი ანუ გავაკეთე. Facebook-ზე გვერდი აქვს ჩვეულებრივად, ნახეთ ეს გვერდი და რავი, ყველაფერი არის. დავარეკლამეთ შენ თავს. სუჯენები. ბიჭო, აი ეხლა მაინც ხო შეგვიძლია ეხლა დავდოთ. всё და ხელის დამეყალა, ეხლა მან დავდოთ. აი ეხლა მაინც დავდოთ, უყურე. აი ესე შეგვიძლია რომ დავდოთ. აჰა. ვახი რა მარტო რა გამოწოვე მომიყევითო. აუ, კაროჩი შემოვიდა, გვაგინა ყველას და დასალევი წავიდა მე რა, ესეთ რაღაცები იყო. მე მებაღე მოკლა ყველა. არა არ გამაზვა. არაფერი არ არის ვაფშე. რა ხარა? დასალევი არ არის გამო. სათხედო ხარას. აი ეს არის ეკეიშა. რატო ქვია გეიშა? ეს არის რაღაცა რატო ქვია ხარა გეიშა? გეიშა. ნუ გეიშა მოფერები გეიშა. ამით აქ ის რა მე რაც ითხრა გუშინ ლინკებს ჩავა. უყურე შენ ეხლა ჩავწვდი. ხო და რაღაცა ქენით ყველამ და რაღაცა 47 ახალი რეკორდი. საღო. შენ თავს გულინა ეს ახალი რეკორდი. ჩემიანია, ჩემი ოქრო, შენ როგორ ახარ? გული ხო ხარ, მაგრა, ჩემო ოქრო ზოდო. დავამატა, გადის ხალხი, შემონდის. ხალხი ასე ძვალა ბადიავე, ჩემო მაცო. აუ როგორი ბავშვია. აუ ის რა ლამაზი გოგოა. გავიგეთ. შენ გულში ჩამჩა. არა, ქართველები ძალიან ლამაზიერი ვართ, მართლა. ვიღაცები წუწუნებენ, არა, ვართ ლამაზიერი ვართ. ამ ტიპმა ეს სპორტი სადნა ხარ? ნახე რა სპორტის ის უჭირავს. რა უჭირავს? რა სპორტს კრიკეტის ჯოხი უჭირავს. ხო, კრიკეტ გვაქვს საქართველოში? ინდუსებს აქვს მარტო. საბედნიეროზე? და იპოდრომის თამაშობენ ხოლმე ჩვენთან ეზოში ხანდა. მალადეც. ხო, გვანს მართლა ძალიან სწრაფად გადის ხოლმე დრო გუშინ ჩვენ საით ძალიან ისე გაიარა ვერს მივ. ხო, რამდენი დღეა რაც გააკეთე ეს ლაი გუშინ. გუშინ აღმოვაჩინეთ რომ შეგვიძლია რაღაცა კნოპკებს დავაჭიროთ და ესეთი რაღაცეები ჩავხტოთ და ძალიან მოგწონს ეს ამბავი. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ამხელა წვერი მაქვს ბიჭო, აღარ მომწონს ეს წვერი შენ დროს მიცაო. ატო ამაშული ინდოელები თამაშობენ ხოლმე. ხო, ნანიკო, ჩემი ძმა ფიქრობ რა გიშველო დედას გეფიცები მთელი დღე ფიქრობო. ეს ანუ გაგიჟდიო შენო იგი გულისხმა, გაიგე? უცი რა, ყველა გიჟით სადა. ბიჭო, ყველა გიჟი ვართ ჩვენ რა, ვიღაცები ვაღიარებთ, ვიღაცები მე და მაც მამას გამოვხატ. გულნა მომენტა ძალიან, კი, მაგრადვა შემოგევლე მე შენ, ჩაკოცნე მთელი ოჯახი და მეც მომენატრე და აი გეხუტებით გულში და გადავეყაროთ სადმე, ჩემო ოქრო, გადავეყაროთ. გიო, რა სიმპათიური ხარ, გიხდება თურმე შენ წვერი. მიხდება წვერი? მადლობა დედამ გამაჩინა ესეც. წვერი მაშინ არ გქონდა. გუშინდელი ხალხი რა უყავი გიო დღეს რაღაც ცოტა. ბაზუსაიძე რა კარგი გული გქონია. გული გქონია, მაცო. ვიმე. ისეთი გული აქვს ამას. რაო, გუშინდელი ხალხი რა უყავით. გუშინდელი ხალხი მართლა რატო? რა არის გუშინდელი ხალხი რა იქნება?
თუ ვიღაცას face ჩართული აქვს, ვიღაც არ აქვს ჩართული. გიო, კარგი ტატუა. რომელი? ესა? რას ხედავთ, აი? აი? საყვარელი ფოტოლი. რაც ეს ტატუ გავიკეთე, კარგ სიზმრებს ხედავ მართლა, ანუ ჯეჭერის. ნანიკო, მე ვარ გოგო და არა, შენ გოგოც ხარ, ჩემთვის ძმაც ხარ. რავი, ყველაფერი. მე ვარ გოგო და არა ძმა. ბაზარი არა ძმა, პროსტა გვერევა ხო ეგეთ რაღაცები. ორი შვილის დედა. ო, ნამდვილი გმირი. ჯიგარი. მე ჩემი შვილის დედა ვარ. შენ დედა ხარ დაჟე? დედაც ხარ? ზაო, იოსა. გიორგი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 შვილის დედა. ბუმბული, კი. რარი? სასმო რა? სმაგ. ნახე, რასაც მომის მაღაზია მოუყო. ნახე ლოტბანდისთვის რა მაგას. სადავდივართ ხოლმე. ამ ზვირიანი ვისკები საყიდლად სადავდივართ ხოლმე. სლობას გაკეთე. მილიარდები როგიც ეს ვისკები და 200 წელი გაზის ეფექტით დაგილევიათ ვაფშე ვინმე? ჩვენ დავლიეთ რაღაცა ცუდი ვისკი. სახელი არ მახსოვს თორე, მაგრამ ეგ ვისკის ბრალი არ იყო, წვენი იყო ეგეთ შეიძლება. წვენი იყო ეგეთი. ეგ ბუმბულია თუ ფოთოლი? ბუმბული. გააჩნია როგორ შეხედავ, ჭიქახა ზოგისთვის ნახევრად სარიელი, ზოგისთვის ნახევრად სავსე, იცი რა? ბუმბული. ეს არის ბუმბული. ესეთი ფოთოლი მე არ მინახავს. და აქ ხوارი, ეხლა აქაც იქნება, აქაც და აქაც. ალბათ არ ვიცი. თანამდებობას ჩამოგართვეს. დედა გიორგია. დედა გიორგია. კარჩი, უი რა გაბაზა. გამსონაა დედა ნანექს რა გჭირს თო. თუ რა ხასიათზე დედას. რა ხასიათზევი როგორ აი მის მიხედვითაა დედა და მამა. ხო, ნუ დედა არის გამსონა. კარჩი, ჩემმა ძმამ შოთიამ გაარკვია რომ მე თვითონდი ეგ მაგრამ დააზუსტა, იმიტომ რომ ძალიან დაინტერესდა. კარჩი, შვეიცარიის ბანკში დევს ანგარიშზე თუ არ ვწდები მილიონი ან მილიარდი. და არის ესეთი ამბავი შექმნილი, რომ თუ კაცი დაფეხმძიმდება, ანუ პრეცედენტი თუ მოხდება. დედა ჩემო დაწერა მამიდას მეკითხეს ასწრაფოდ აუცილებლად მოგხედავთ და მამიდა ჩემი არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ფსიქიატრი ვაფშე. აუცილებლად მივავალთ. ხო და დევს ესეთი ანგარიშზე დევს მილიარდი ან მილიონი. აი აზრია, სხვადასხვა ეგონა. არ მომაყოლებ, ხო არა? კი და პროსტა ნახე. ცალკე კომპანიას გავხსნი, მომაყოლე ერთი წუთი. და რა, იდეა უცებ, გიო. გიტარა რომ მქონდეს ხოლმე, ლაივებს. რა ძმაზრია. ჯიგარი ხარ, შემდეგზე აუცილებლად გიტარით ჩავერთვებით და ძალიან აუ, მართლა გამისწორდა ეხლა. ძალიან მაგარი იდეაა, всё, მადლობა. ხო და კაცი თუ დაფეხმძიმდება პრეცედენტი თუ შეიკრება ის ანგარიშში რაც არის, გუში არის მისი. რატო მოყევი, არ ვიცი, არ ვიცი რატო მოყევი. რატო მოყევი კაცის დაფეხმძიმებაზე? მილიარდს აძლევენო. შოთია ჩალენჯი შენ. ტაშკენტის სასახლეთან დგეხართ, ხო? ახლოს შავი მანქანით. გამოდით გიტან. არამც. ჯერ ერთი მანქანა შავი არ არის. მე ტაშკენტის სასახლეც არ არის. გიორგი, აქ გადმოხვედი ტელევიზიიდან. ხო? აქ გადმოვედი. შემცირება იყო და ინტერნეტ ტელევიზიაში გადმოვედი. საკუთარი გავხსენი, როგორც ყველა ხსნის ბოლოს საკუთარ ტელევიზიაში. აქაც ვარ და იქაც ვარ, აქაც გაგიხარებ გულს, იქაც გაგიხარებ გულს. მე სამსახურში ვარ. ჯობერი არა. ეს ინფორმაციაა. ნახე რა აგენტები მუშაობენ. არა, ეხლა გავწვდით ტაშკენტს, არ ვარ ტაშკენტს. კარგია. გიტარა. გიტარა. ძალიან მაგარია, ზაო, მაგრად გამისწორდა მართ. აუ რა იდიოტობებს ვიზავთ. სრუგანგაში ყოფილა. არა, იქ ვიყავით, რა ვიდექით და გამოვედით, ეხლა არ იყო სრუგანგაში. ნამდვილად არ იყო სრუგანგაში ვიდექით, მაგრამ გამოვედით. იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიდექით რაღა დაგიმოვოთ და მეგობრებო, დააშიარეთ ეს გვერდი, რომ მეტნი გავხდეთ. 50-ზე ავედით, ხო? წერან. მაინც კაია, 6 ჯობია 50. 6 ჯობია 50. არა და შენ გოგო გეტყობა რომ ხედავ. არა. კაი. თქვენს უკან რეკლამამ გაგყიდათო. ჩვენს უკან ხალხია რეკლამა კი. დედა ჩემმა თქვა ეგ და გავყიდა მართლა. მართლა ვიცოდი. აბა. ჯენტლმენ წერია. ეს რო წავიყვანოთ. დიახაც მაჟაფშაველაზე ვარ. ეწევიანო, ნიკამ. ნო? აქ არ ვიცი, მაგრამ აქ ეწევიან ჩვენთან. აქ ეწევიან, არა არის პრობლემა. კი, მე დრაკონი უნდა დავიხატო კერძზე, აი ესეთი როგორ მოგწონს, დაიცა. დრაკონს მანახებ თუ კერძს? ვერ მივხვდი. რატომ რა ხდება? დრაკონი თუ კერძი? გიო. რა ხდება დრაკონი თუ კერძი? მოწევა მავნებელია. მაგას ვამბობ, თუ მოწევა მავნებელია, ჯიგრები ხართ გიქსონ. ვაი, მეკას მოვიდა. ჩემი ძმა მოვიდა, სალამი ჩემო ძმაო.
რა სიგარეტს ეწევი? წითელი მალბოროს დააბრუნეს და ისევ დიდარი ოჯახის შვილი გავხდივ ეწევი. როგორ დამიწყნა ანეკდოტი? მასო. კი არ დაგიწყვნე, უბრალოდ ერთი 4 დღე უნდა რომ გაიგო სადაც. მაგრამ მარტივი იყო, просто შენეთყობა ის წაიკითხე. ბიჭო, რაღაცნაირად ტორტი მომეც და არ მომცეთ ტორტი მომეც. ეგ არ უნდა გაწელო, დიდხანს მე ვილაპარაკო როგორ გავიგე ხომ არა, მაინც რა, ესეთი ანეკდოტია რაღაცნაირად. აი ეგეთი ანეკდოტი მოგიყვეთ? ძალიან მაგარი. არა, უზდელურია. მაშინ 12-ის მერე, 12 საათს მერე. აუ 12-ის მერე, 12-ის მერე რამდენი უნდა შემოვიდეს კი, კი, 12-ის მერე შემოდით 18 წლამდე. 18 წლამდე იქნება. 18-ის ზემს +18 უბრალოდ ანუ ბავშვები მაინც და მაინც მოვარიდეთ. კი არ ვაპირებთ ამას, მაგრამ მაინც რა. მაცო სამუშაო საათებს როდის ამთავრებ? არასოდეს. ტრაფიკი ჯისწვერპლია, პასპორტი წავართი და არ უბრუნებ. არასოდეს. აი ეს სამუშაო საათები მთავრდება ღამე გვიან ძალიან. ბიჭო, მაგარი გასათვალიეროა. გაგება მოყოლას აქვს დიდი მნიშვნელობაო, კატო. ხო და უნდა მოგეყოლა მე ეს ნაწერი რომ გამომიგზავნე თეთრი შავზე თუ რაღაცა, შავი თეთრი. თეთრი შავზე, თეთრი ფურცლები არ შავი ფურცლები, აუ რამდენი სასმელია გვიწერა უბედურება. პირდაპირ გეუნებია, მოდი გალოცდი. მოდი გალოცდი. მოდი დაშალე ღვიძლი. მე რეგისტრებით მე არ ვარ მსმელი კაცი. მე ვარ ჯასარი ცხოვრების წესი. აჰა. არჭიდა მაგას 48 საღო აი ვამბობ ბიჭო ენა მიყიდა შეთას ვამბობ თუ არ ქვემოთ ჩამოდის ეგრე ხო ნუ ვამბობ ხოლმე ნუ აი რაღაცა მოფრინავ ეს ხელები ლაიქები აი ჩანჩეკებია აუ ეს დაწყება დამავიწყდა ეს უნდა დავიწყოთ ბიჭო სულ დამავიწყდა აი ტრანსცენდენტ და სალისულობები ვაკანსიები არ გაქვს ნუ კი არის ვაკანსიები არის კი ვაკანსიები არის სივი გვინდა ხო ზანის სივი გვინდა ესეთი რა 6 უცხოენა უნდა იცოდეთ უნდა კონდეთ დამუშავარი 16 წელი შემოწმო მე დამიშალეთ ღვიძლი არ გინდა დღეს შენ ისედაც დაშლი გაქვს თირკმელების და ღვიძლის ასე პერსონალი ტატუიროვში კი მირჩიეთ სიამოვნებით გუშინაც ვამბობდი რა მაფია რატო გიყურებთ რა მაფია რატო ნანიკო იმიტომ რომ ძალიან ლამაზები და ლამაზები გაგვაჩინა დედა გეტყვით კაი ტატუიროვში კი არის პიკასოს სალონში ჩემი ჯიგარი ედო პიკასოს სალონი არის პეკინის რა ნომერი არის დოლიძესთან აი შესახვევთან არ მისული აჭარის მარჯვენა მხარეს ანუ რა პიკასოს სალონი ადით იკითხეთ ტატუიროვში კი ედო ძალიან კარგი ბიჭია მე ვარ ატვეშაი რომ კარგად აკეთებს ტატუირებს და ეხა მეტი რა გავაკეთო მიდით უთხარით რომ ჩემ გახარ და 100 ჯერ უფრო გულით მოხდა ბიჭო რამდენი ენას ფლოპო და ერთს და ისეც რომ флоп მე ლაპარაკობ ქართულად. Я очень хорошо говорю по-русски и I can speak in English, you know. Yeah. ბიჭო 200 კაცამდე ყავსო და ვის ყავს 200 კაცამდე? ვის ყავს 200 კაცამდე? რაღაცა გვიშველეთ მე რატო ხარ ჩვენი ერთგული მაყურებელი გვიშველეთ რაღაცა 200 კაცამდე რას ვიშ? ვიღაცას ყავს 200 კაცამდე ვიღაცა უბრალოდ ტიპსო და ხო ვიღაცა ტიპებზე უბრალოდ ადამიანებს უბრალოდ ვიღაცებს ყავდა 2000 ბავშვებს და ნერვები მომეშალა განა შემშურდა დავიბოღმე განა просто დავიბოღმე რა იმიტომ რომ აუ ჩვენ რა რითი ვერ დავიმსახურეთ ეს ყვარული და აუ იცი 200 კაცამდე ჩვენც ანუ ლაიქები კი არის ბევრი იმისა 300 ლაიქი გვაქვს მაგრამ არავინ არ გვიყურებს ეთქვა არავინ არ არის სტილობ ვიშოვო საღოლგიო ჯიგარი ხარ კარგად საუბრობ რუსულად Впечатляет, Гай. Რა თქვა? Впечатляет. Вообще впечатляет არის Впечатляет. Впечатляет? Впечатляет. არის რუსული ციხობა კავკასიური რუსულად. და აწმე უტა გავარ დუშეცილუი птичка улетела ეგეც არის და არის კარგი. ვა და შემოვიყვანო ცოტაღანი მიდიგიო შენ თუ მიშველი თორე აგერს ვა არა რუსული ვიცი ქართულზე კარგად ითქმის, მაგრამ აქცენტი გამიჩნდა შენ წარმოვიდგინე სათხოვად. იდიოტი. აი 50 კაცი 50 კაცი watching right now 50-ზე ავედი ჟაჟანიძემ დარეკა თქვენი მოწვევა უნდა მაცო მივწე შენი ნომერი ჟაჟანიძეს დაურეკეთ და უთხარით რომ სატანა გეძებს ხო აი ესე გადაეცი ჯაჯოს ჯაჯო სატანაო დისკი არა განცო არის ერთი ო ლევანა რა ხარ დაწერა რა კაცი სულაბაზე პრიზი სულაბაზე პრიზი ეგ დაწერა freedom თავის ანალიზის მიხედვით სადაც თავისი ქონების ნახევარი დავდავა კატას და ნახევარი იმ კაცს ვინც ხო და მე ძალიან დიდი მადლობა მართლა არ ვიცოდი ეს ფაქტი ბიჭებმა რაღაცა ქნა მე ბიჭება შოთიკო გაგიჟებული შოთი ფრედი დაგიტოვა პირდაპირ უში და მიადეკი შეთოს ვიცავა
ატიზა დამპალი იყო იცოდა რომ ვერ მოხდებოდა ვერანაირად გამპალი. ილაპარაკო აღარ გექნება აქცენტი ვაფშე. მე ისაც არ ვიცი ხო პრაქტიკა ანუ როცა მჭირდება მაინც საქმის ამბავში რაღაცა მაშინ მიწევს საუბარი ისე მაინც და მაინც არა და აქცენტი გამიშთა თორე საერთოდ არ ქონდა ეგოს აქცენტი და არა უშავს არა თუ დამჭირდება ერთ თვეში აქცენტსაც გავაკრო მაგრამ ჯერ დამჭირდეს მანქანიდან არის არა დღეს ისეთი ლაივები იყო ეშმაკის ბორბალში ვიჯაკი არა ვიცი შუაგეს 6 საათიან ლაივზე გომბორას პარკი იყო მე იყო ბოდიალი წინ და უკან ხან როგორ ლუკა ხან როგორ რა ვიცი ხანისიანი ზღამე ძირითადად მანქანიდან იქნება სავარაუდოდ არა როცა განვითარდებით ტექნოლოგიურად ნუ ეხლა ნუ თევზაობები ამბები რაღაცეები რავო დაკო ჯიგარი ხარ გიო მადლობა შემოგევლე გიო რომელსაც ეხარ ლაივში სუ ან არასდროს არ ვიცით ჯერ ზუსტი საათები მაგრამ 12-ის მერე ვეჭვი 12 წინასწარ 1 საათით ადრე 9 საათით ადრე სულ დავპოსტავ ხოლმე რომ ვიწყებთ ლაივს ლაივი იქნება ესეთი ლაივი იქნება ამ სტუმართან ერთად სიტყვაზე ლაივი იქნება ამ ლოკაციაზე ვიქნებით სათევზაოდ ლაივი გიტარით ლაივი 12-ის მერე რა ვიცი 1000 ლაივები დუდა მაგრა დუდა ჯიგარია დუდა არის ჯიგარი დუდას მოკითხვა მადლობა შემოოქრო მადლობა შორენა პრივეტები პრივეტ ვარდასაინც რომ არ მყავდეს ნატრია მომეწამებოდი ზუსტად იცოდე ოა ნაღე როგორ როგორ ხარ კარგად შორენა შენ ბაიკიდან ელოდები ლაივს ბაიკიდანაც უეჭველი იქნება უეჭველი და ძალიან მაგარი გეგმა გვაქვს ჩვენ რა ანუ დაახლოებით როდის რა მე რო ჩამოვა ხო ივნისში თუ არ ვწდები ივნისში ხო ვაპირებთ ივნისამდე მიფრინო რო ჩამოვა მიდიხარ ხა ჯერ კიდე წინ არის დრო არა იმ დღიან ტურნეს ვიძახი ხო ის ხო საქართველოს უნდა მოვიაროთ მოტოციკლეთით რა 10 დღიანი ტურნე იქნება თითქმის ყველგან ჩავალთ და ამ ყველაფერს აუცილებლად 10-ვე დღეს შემოგთავაზებთ ონლაინ რეჟიმში ვიკონტაქტოთ ერთად გავერთოთ რა ვიცი მე მგონი გაგვისწორდება რა საკაიფო იქნება სად მიფრინავ გიო ეგვიპტეში მიფრინავ ერთი კვირით შემოკარგო ადამიანო და ჩამოვა მე ესა ჩამოვა მაგადია ძალიან მაგად ეგვიპტე მაგარია საფრანგეთზე გიждები მაგარია ეგ ხო და ჩამოდი მალე ვა რა მაგარია ვა რა მაგარია მე დაეჭირა თითი მეც ზურა ნახე ფისა შტირი თო მაგარია ციცოცხლე ბაბუ გიქოშვილი გიო ბრატ ნუცუბიძეზე ცხოვრობ ის არა ჩემო ძმაო აღარ ვცხოვრობ ნუცუბიძეზე მქონდა სახლი და გავყიდე დავბრუნდი გარადოქში ბუდაპეშტზე ისევ საათზე ვიბადე გევიზარდე და 3 წლიანი პაუზის შემდეგ დავუბრუნდი სახლს ისევ შეხა დროებით არ ვიცი მინდა რომ რაღაცა ჩაიჩო მაგრამ ნახო კარგია მადლობა ირკა მადლობა შემოგრავ მერონ 5-ის კონცერტზე აპირებ წას არა არც შემთხვევაში განა რამე მაგრამ არ გვიყვარს რა ვიცი და ვიმოგზაუროთ ჩვენ კომპიუტერით თქვენ აი ზუსტად ეგაზრი გვაქვს ზუსტად ეგაზრი და უფრო მეცაც გეტყვით აგვისტოში ვგეგმავ მოტოციკლეტით გერმანიაში წასვლას ნუ გერმანია თუ არ გამოვიდა უნდა კაბადოკიაში წავიდეთ ერთი 20 მოტოციკლეტით ძალიან მაგარი ტურნე იქნება 3000 კილომეტრი გამოდის ესე და აუცილებლად ამასაც ონლაინ რეჟიმში შემოგთავაზებთ არ ვიცი როგორ იქით არ იჭერს მაგრამ აი ჩარტები იქნება ხოლმე Wi-Fi-ის რომ ნახავ კაბადოკიაში სადმე ვარ რაღაცას ვიზავ რა იცხოვრია მე ვეძისელი ვარ ვა სალამი ჩემო მაო სალამი მეზობელი ყოფილი დავა ეს თაკოა ვა დაო ჩემო დაო ვეძისი გვერდზეა ჩვენთან ახლოს დი ბატონო კანდელაკი ყოფს კანდელაკი ვარ ყოფს ესე კანდელაკი აქეთ ვეძისი აქეთ გარადოვსკი ამაზე ჩვენ ველოდებით გეგმავთ ბიჭები ზაფხულის კახეთის შემოვასა. მაგარია, კახეთზე გიждები, კახეთი არის ძალიან მაგარი. მე მანქანით რო გამოყვე არ გამისორდება ალბათ. იასნად, მე ქუშს აბა რა, გაგისორდება კი არა, მაგრად გაგისორდება შეთავს მოსავალ ამ კეთებელი ვარო. კატო შენ მოტო იყიდა თუ კიდე ზურგზე წაგიყვან. ზურგზე. შენ ლომბარდიდან გამოვიყვანე მოტოციკლი, თუ კიდე ზურგზე აი ესე შეგისვა, ღა დავიძახებ და ვივლი. მთელი აი ესე საქართველოს შემოვიდნენ. და გამყრელა არ არის აქეთყობა. გიორგი გამყრელიძე თუ აქ ხარ ძმაო გამაგებინე, გამახარე. არ არის აქ. არა. ჯიგარმა უნდა ნახოს ესე კი ის ამბავ. წესნა მოეწონოს რა ვიცი. რაო? აი იგივეა. არ არ შეცვლილა. თვალებში რა კარგად მაქვს მდგომარეობა შეთანხმების. აი ახლა შეიცვალა დაქცინას. ჯიგარი ხარ. მე ზურგს გთავაზობდი შენ კიდე დამცინე. არა და იაფია 10000 მიზის მოტოციკლეტი ხალხო წარმოიდგინეთ. თავის დროს ვიყიდე 4 ნახევრად.
გეფიცებით 4 ევრად ვიყიდე და ზემოდან დაეხარჯა $5,500. შეგრება გავედი სურები თქვენ ჩემგან. ასევე ჩემო ადამიანო, ასევე გაიხარენ. წავიდა მთავარი პირი აქედან. ინაო, მთავარი პირი წავიდა აქედანო. ვისი პირი წავიდა აქედან? აი, ალბათ გრავის წავიდა. არ ვიცი. ალბათ წავიდა. ასეთი ამბავი შეხარ შეიმაგონ. ეს ვაჟა გვევასება ჩასართველად? შემოგიერთები თუ ისე ვიქნებით აქ. ჩვენ სროკი გვაქვს აქ ვართ. AMG-ში რამდენი გადაიხადე. არ გადამიხდია, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხა დაახარჯეს. ეს იყო ერთგვარი საჩუქარი გამიკეთა AMG-მ. ესთვისაც მადლობა. მაგრამ ხო დაახარჯეს ჯიგრებმა, ხო იწვალეს. AMG-ს მერე კიდე მე გავუკეთე ძალიან ბევრი ნავაროტი. კატო წავიდა და შემოდი კატო მერე. ძალიან ლამაზი ბიჭია რა, ძალიან ლამაზი ბიჭია. პირველი მოტოციკლეტისთვის ხო აი ვაფშე გენიალური მოტოციკლეტია. მცუბიზისგან მოკითხვა ბიჭებს, კარგებისგან შემოგიული აქედანაც მცუბიზეს მოკითხვა, აქედანაც მოკითხვა. გაიხარე. ასე რომ კიდე რამეს ვყიდით? ნაკვეთი. წეჩი ხო? ნაკვეთი. ჯერ არ გინდა რომ მოვა და ვიტყვით. ხარაში რომ მოვა და ყველაფერს ვიტყვით. აი გიო გავედი შემოგიერთები ცოტა ხანში ისევ. მიდი ჩემო ძმაო, მიდი ჩემო ძმაო. მარიამ ნინოა შენ თუ მოიგონებ ჩიტო, მარტო ეს რაღაც. ჩიტუნა. ისთვის ავარ, ჩიტუნა შემოგევლე შენ მე. აბა რა, ტისტო სულში. ვერთობით და ვაფშე შემოიწოვე მთელი თეატრალურის კომანდა. ვაფშე შენ დასაც უთხარი, რომ ჩემი თეატრალურის კომანდა შემოიწოვე, იმიტომ რომ ან დებილები არიან ეგენი და ვერ გაიგეს რომ გაუგზავნე ინვაიტი. რა ვიცი, არადა ჭკვიანი ხალხი მახსოვს და მოწკიპე კომანდა რომ ჩავერთოთ 95 აუდიტორიას მოიწკიპოს თეატრალურის კომანდა შემოიწოვოთ და რა ვიცი ვიყოთ ბედნიერად ვიხარო და ვიდღიგზავნოთ და რა ვიცი კალო, რა ვიცი 1000 და 1300. აყიდების სააგენტო რო გააკეთოთ არა? ჯერ ადრეა. 40 კაცზე ვერ ვიმუშავებთ, ხო ხტები არის. მინიმუმ 1000 კაცი მაინც ხომ უნდა იყოს რა. 1000 კაცი რო იყოს შეიძლება. მაგენი დამპლეი მაგენი. ყველა. დამპლეი. ზარი ჩემი საომერო მის და იცი ხო? ნინო გვარი რაღაცას ამბობს გვარი. ბათუმიდან გამახსოვს მე. ბათუმიდან გახსოვს? კი, შენ ელაპარაკე დავკარგეთ რაღაცა. ჯიგარი, яснად. გადაგვარჩინა მაშინ. მადლობა კიდევ ერთხელ. მეც მადლობა. მადლობა რომ გვაჭამეთ მაშინ. მადლობა რომ არ მიმატოვეთ და ხანდახან ადამიანი ხან საფულეს დაკარგავს, ხან რაღაცას დაკარგავს, ხან ამას დაკარგავს. ხან იმის გასაღებს დაკარგავს, მაგრამ მაგის გამეჯავა ადამიანი. ადამიანები კარგავენ, ადამიანები პოულობენ. რატო გიახოდები რა ბოტონები რა გინდა? გვერდზეშდები მანქანა. რატომ ბედავენ შენ მანქანაში გვერდზე ჩარჩო? ჩვენს დამპლები ვართ, რატო? რატო არის? ვინ არის დამპლები? აი ჩვენსო. მე რაღაცა გადაგეხადოთ. ясно. მარია, ასაგები გადავიხდით აუცილებლად. აი გავფართოვდი. მე არის. ავალთ 1000 კაცზე და გადავიხდით. აუცილებლად 1000 კაცზე ავალთ და გადავიხდით. აუცილებლად. მე არასოდეს არავის სიკეთეს არ ვივიწყებ. რა ქვია შენ? დათო. არასოდეს არ ვივიწყებ არავის სიკეთეს. ასე რომ ჩემო ჯუფასო მარიამ. როგორ ბძანდებით? მოგიწერია რამდენი ხანია. ამაგრად კითხულობს ბიჭო. ამაგრად კითხულობს ლექს. და ბიჭი კამ გააკეთა ამაგრად იმაში. გააცინეში იყო რაღაცა გაკეთებული სკეჩი აატირა და მოიგერქვა რა. რატო? აი სატოშობა. Your connection is weak. Why? Don't lost me. რატო connection is weak. მე ვიცი რატომაც. მეც ვიცი მე ვარ. მეც ვიცი რატომაც. აღარ ვართ? არ ვიცი. ვარ. ბიჭო რატო connection weak-ია? არ ვიცი. ანუ გავამუძრა ანტენაა თუ რა გავანა? ჩიტუნე ეხა გაჭე არა დაბრუნდა. ბიჭო რატო გაჭედა? ვენა უთხრა გაჭედა. ფაიმე ფეხი როგორ მოწყდა? ფეხი გატკინებულა. ვაფშე ამე კაი ლექსი არის ნე. კი. დავა გამოვში. ვისი ლექსები გევასება? მე თინა ხოფერიას ლექსი ვიზდები. რა გაცინებს შენ? თინა ხოფერია. ჩემთვის თინა ხოფერია არის საუკეთესო პოეტესა, იცით ალბათ, ხო თინა ხოფერია?
დიტიკონა ვინ არის? რაც უნდა მოიგეში. დიტიკონა არ მახსოვს, მაგრამ ალბათ იყო. ეხლა სათხართ ბიჭებო. ეხლა ვართ სადაც განგებამ გაგვაჩერა და ბენზინმა. ეს არის ვაჟა ფშაველა. ხოლო ვიზობაზრობდი? ეთერგაგულია. არა, ასეთი ეთერგაგულია. ხოფერიაზე ვარ. ხოფერიას აქვს ულამაზესი ლექსები. ულამაზესი, მისი ციგნი შეგიძლიათ იყიდოთ ყველგან. სადაც იყიდება ბოსტნაული ყველგან. და ულამაზესი ლექსები აქვს ბუნებაზე. გამი მიცის კარგი ლექსები მოვიდეს. გამი რითმი აქვს ძალიან მაგარი ზნობა. მან დაკარგა იქ მოყევით ხო. რაო? წმენა რომ დაკარგა იქ მოყევით. მაგას ვერ მოვყვები შენ. ძალიანაც მინდა, მაგრამ მაშინ ეხლა ტიპს უნდა გადაუაროს და ვერ გადაუურით ხო ხდები ტიპს რა. მაგრამ მაგარი ისტორია. ძალიან გეთახმები. იდაჟი ეს ისტორია 12-ის მერეც ვერ მოვყვები. ანუ ტიპი თუ არ აღწერე ვიზეყვები, ანუ ვიზეყვები თუ არ თქვი. კაი, სახელგვარს მივიტყვი, მაგრამ ტიპი თუ არ აღწერე და რო აღწერო ყველა მიხვდება დაახლოებით ვინ არის. ხოდა არ შეიძლება რა. მუღამიც არ აქვს. აფეთქდა სმაილები. მარიამ მაქნა ეგ. უფალ მაგაზია. მაშინ გამოცანა თქვით რამეო. დავაი, გიორგი გამოცანა. გიფქოშვილი. გულინა ვარხარ ჩემო შვილო. შიდა ამბავია? გამოცანა იცი რამე? კია, 100 ასლამაზე. კაი, მაგარ გამოცანას გეუნებით, ეგ მართლა, რაც გამოცანა. 3 შევიდა 4 გამოვედი. არა. უყურე. კაროჩი, წარმოიდგინეთ, სწორი გზა რა, სწორი გზა და მიდის 3 კუ. პირველი კუ ამბობს, რომ ჩემს უკან 2 კუ მიდისო რა. შუა კუ ამბობს, რომ ჩემს უკან 1 კუ მიდისო. და ბოლო კუ ამბობს, რომ ჩემს უკან კიდე 2 კუ მიდისო. წრეზე არ დადიან. როგორ? აბა, ვინც გამოიცნობს? რა ბიჭო? ვინც გამოიცნობს? აუ, შენ თავს ვიცავ რა, ვინც გამოიცნობს? აგერ ნახავ რა. მარიამი წავიდა. პაკა მარიამ. რა კოცეთ მარუსი? ვინც გამოიცნობს, ჩემგან რამე პრიზი ჩანდა ეგო, ხარა, პირველი გამოიცნობს და აჯილდოვეთ. კი, უთოთ. კი, ზეჩი დავაჯილდოვებ რამით, ბენდენას მაინც ვაჩუქებ არც. თუ უნდა. ბენდენ. ძვირფასი ბენდენებია. ძვირფასი ბენდენა. ვერავინ არ გამოიცი. ანუ აი პირველი კუ ამბობს, რომ უკან 2 კუაო, შუა კუ ამბობს, რომ 1 კუაო და ის კუ ამბობს ბოლო, რომ კიდე 2 კუაო. ჩემი წვანა ხერა ხერა. არის ეგეც ვარიანტი? ნუ ეგ ვარიანტის გარი. ეგეც არის ვარიანტი, მაგრამ ეგ არ არის რა, ეგ არ არის. კარგად დაფიქრდით, სვიჩი ძალიან მარტივი პასუხია. პროსტა უნდა ერკვეოდა იმაში რა. კუში უნდა ერკვეოდა. ვანები სავაქსაიდან მოხდი. არა, ხო თქვი ოჯახით გიყურებს ხო? გულინა. მაგარია, გული მართალი ყოფილხარ, სვიჩი ოჯახით მიყურებთ, მაგარია. ეს გოგო აქ მუშაობს, იმიტომ ის და მამ სიგზეთ. ძალიან გზელით მა. მოდი ჩავშოთ ლაივში ვანაყოთ თმა. თმის სიგრძე მეთქი. ჩვენს გვერდით არის გოგონა, რომელსაც ძალიან გრძელით მაქვს. ძალიან გრძელით მაქვს. და გაიქნია და ვიღაცა მოკლა იქ. იცით ესა შავში წვანა წვანიშდებს. იცი გამოცანა. ჰა? სურდო? ხარა საღო მაგრა ვიცინეს მაო. გამოვიცანი? არა. დაიმე კარგი ხო? ცუდი გამოცანა. მერცო ჩემო, რამ სიგზეთ მა? და აი გოგოა სხვათაშორის ეს დადის ხომ გიჟი და მეთქი რა. გიჟი თუ დადის ახლა. ხო. ვერ გამოიცანი თუ არა, სულ ეგა ხარ? ეგ არის თქვენი ინტელექტი რა არის მაგის დედო? უადვილესია უბრალოდ. აბა, დაფიქრდით. თავიდან თქვი, კითხვა ვერ გაიგო დაჟღობნას. აურე გაიგო, გამოცანა არის მარტივი. გზაზე მიდის 3 კუ, პირველი ამბობს ჩემს უკან 2 კუაო, შუა კუ ამბობს ჩემს უკან 1 კუაო და ბოლო კუ ამბობს რომ ჩემს უკან კიდე 2 კუაო. რანაერად? თქვით, აბა? ვინც გამოიცნობს დავაჯილდოვებ ბენდენით. იწუება ბოლო კუო. არა. ახლიდან თქვა, ეხა თქვა ხარა. ეხა ვთქვი ამ წამს. ძალიან გზელით მაგ მართლა და ეხა მიეპარდა ციკ. ნუ რა ვოროტი უნდა იყო. ოპა, ნახე როგორ გაიფრანჭაჟო რა. ესე ხა. არ წაიქცეს. რაო? ახლიდან თქვი თქვა უკვე. თქვი. ზუსტი ავთქვა. 10-მდე ვითვლი, თუ პასუხი არ იქნება, მე ვაფიქსირებ პასუხს. 10-მდე ვითვლი. 10 9 ცვალებია და ეჩვენებათ 7 6 5 4 რაო?
უფრო უძვალო ნადირი შუა ზღვას გაზრდილი. აბა გამოიცანა. დაგირეკავ? 4 3 2 1 ერთი და იგივე მიმართულებით არ მიდიან, რა ვიცი. დაშორის. არა. სწორი პასუხია მეგობრებო. ახლოს იყავით, სწორი პასუხია. სწორი პასუხია ბოლოკომ გაიღადავა. ბოლოკომ გაიღადავა. აი ესეთი მარტივი ძალიან მარტივი გამოცანა იყო. მიკვირს როგორ ვიხდით? მიკვირს როგორ ბოლოკომ გაიღადავა. შემდეგი გამოცანა ავიცი რამეს და ამას მოვიფიქრებთ აუცილებლად. ძალიან მაგარი რაღაც შემიძლია ხა გავაკეთო, გადაობის garaში, სერიოზულად. აი ხა მიყურებს 37 კაცი. ეგ თქვენს არა მოიტყვა სხვა არის და გაიღადავა სხვა არის, მთვრალი იყო სხვა არის და გაიღადავა. სიტყვებს უყურებ მე. კაროჩე ხა უყურე 40 კაცი მიყურებს რა. აი ყველამ ჩაიფიქრეთ რიცხვი. არ დაწეროთ, ჩაიფიქრეთ რიცხვი. მე განახეთ როგორი ტელეკინეზის ხიჭიმა. ჩაიფიქრეთ რიცხვი, არ ვღადაობ დედას პიცავარ. ესე იგი, ჩაიფიქრეთ ყველამ 1-დან მილიარდამდე, რაც გინდათ, ჩაიფიქრეთ. თუ გინდა პასტაფურცელიც აიღეთ. მზად ხართ? დავიწყოთ, ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებ. ჩაიფიქრეთ ყველამ რამე ციფრი 1-დან მილიარდამდე, რაც გინდათ. მე ჩავიფიქრე. შენ ჩაიფიქრე, შემოძმა. აი ხა უყურე, მასიური გიპნოზი როგორ უნდა მოხერხო. ყველამ ჩავიფიქრე მომწერეთ ან კი ან რაღაც აქ ხართ? მომწერეთ. 40 კაცი გიყურებ. ჩაიფიქრეთ? რიცხვი? ველოდებით პასუხს. ვინძლა ჩავიფიქრებდეთ? აბა ჩაიფიქრეთ. კი, დუდამ ჩაიფიქრა. კიდე ჩაიფიქრეთ? ერთმა ჩაიფიქრა. კი ძმა, მშვენიერი, კაი, ნუ ამდენი ესე იგი რა ხამეურება, ჩავიფიქრე. ძალიან კაი. ეხლა ყველამ ამ ციფრს მიუმატეთ 30. 30 მიუმატეთ ყველამ. ამ ციფრს თქვენ ჩაფიქრებულ ციფრს მიუმატეთ 30. მიუმატეთ? ვაცადოთ ზოგმა ძალიან დიდი რიცხვები ჩაიფიქრა და ჭირდება დრო. ჩაიფიქრეთ? მიუმატეთ 30? ძალიან კაი. 30 თუ მიუმატეთ, ეხლა გამოვაკელით 12. 12 გამოვაკელით ამ ყველაფერს. გამოვაკელით 12. აი უკვე გძნობ. გამოვაკელით 12. ყველამ გამოვაკელით ალბათ 12. ყველამ გამოვაკელით 12. ეხლა მიუმატეთ 3. 3 მიუმატეთ ამ ყველაფერს და დაიმახსოვრეთ. 3 მიუმატეთ და დაიმახსოვრეთ. 3. ესე იგი. მოგახსოვთ ყველაფერი. 3 მიუმატეთ და დაიმახსოვრეთ. აი ეხლა გადამწყვეტი ეტაპი. ყველამ გამოვაკელით თქვენი ჩაფიქრებული რიცხვი. არ თქვათ. ყველამ გამოვაკელით. მე 10-მდე დავითვლი და გამოვიცნობ ყველამ ერთად რა ჩაიფიქრეთ. ყველამ ერთად. ეხლა უყურეთ 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 მე მივხვდი მე ყველა თქვენს twin-ში ვიმოგზაურე, მაცო შენთანაც ვიყავი სხვა შორის ბინძური აზრები და ვიმოგზაურე და ვამბობ ყველამ თქვენ ჩაიფიქრეთ 21 დან ალბათ ძალიან დაიძაბეთ ხო? ალბათ ძალიან დაიძაბეთ და მივხვდით რომ მე ძალიანი ჭირი ვარ. თუ მე შევცდი, თუ მე გავარტყი, დაწერეთ რომ მე გავარტყი და მე გამოვიცანი. თქვით, აღიარეთ, მუშაკცხვებად, გამოვიცანი 21 ჩაიფიქრეთ, ყველამ ერთად, რანაირი დამთხოვა, უცნაურია. ჰა? ვა, შოკში ვარ, რა თქმა უნდა, შოკი გაიგებს, ცივი წყალი შველის და ყინული შუბზე, რა თქმა უნდა. 21 იყო, ხო? 21 იყო. გენიოსი ვარ, გეუნები, ამის გამოს ყოველდან გამაგდეს ერთი როჯა. მათემატიკის მასწავლებლად ვიქენი გაგიჟდა. რაღაცა პითაგორას თეორემას ისინა, მე ვუთხარი, კალბატონო 8 გაქვს ჩაფიქრებული, მე ვუთხარ 8 გაგიჟდა. შენ რო არ ქონდა 21 იყო, არ არსებობს. მე არ ვწდები და ნათელაშვილი არ ვწდები. აი, 21 დაგსჭა ბოლოს. არ ვარ, ეს კომენტარი არ შეიმჩნიოთ. მეც რა ჩავიფიქრე 21 დაგსჭა ბოლოს. მართალი ხარ. ყველას გასწავლეთ. ვაფშე ყველას. მეც რა ჩავიფიქრე. ეხლა ძალიან მაგარ თამაშს გასწავლით, რომელშიც ვერასოდეს ვერ დამარცხდებით. ეს ჩემი მოგონილი თამაში, უბრალოდ მამაჩემ ამასწავლა და მომიგო თავისთავად. ეხლა უყურეთ, ერთი მეთამაშეთ რა, ერთი ადამიანი მჭირდება, რომ თავიდან თქვი გუნდა ჩავიწერო. ჩაწერა უნდა. არა, თავიდან თქვით. აი, ერთი ტიპი გამოჩნდეს რა, ერთი ტიპი.
აგიხსნიან როგორ ქენი. კი, შემდეგ ჩარტოში ხარ აგიხსნი. ხო მე რო ხსნიან ხოლმე. დავაი, მოდი მაგალითად აი ვინ ეხა ვიღაცას ამოვარჩევ კომენტარებიდან და იმას ვეთამაშები. გვანცა ჩემი არის გვანცა. გვანცა შენ არ გვინდა შინაურები ჩაწყობილიაო. ეკუნა სადუნიშვილი. ეკუნა სადუნიშვილი, აქ ხარ, მომწერე ხო? აქ ხარ, მომწერე ხო? თუ აქ ხარ და თუ მისმე შენ გეთამაშები პირადად. აქ ვარ ძმა, მიდი, ყველა აქ არის, მიდი. ეკუნა მჭირდება, უკვე ავარჩიებ, всё, არა. გულინა. აბა, ეკუნა აქ ხარ, სადუნიშვილი. სადუნიშვილის ქალ, აქ ხარ? არ არის, გავიდა. არა, აქ არის. აქ არის, აბა კის წერს ამდენი ხანი, ეკუნა მაგარ თამაშს გეთამაშები, ძალიან მაგარ თამაშს. რაზეც გინდა. ბინის გადაფორმებიდან დაწყებული ხელის მოჭრაზე, ყველაფერზე ვთამაშობ ამ თამაშს. ვის უნდა? ვის უნდა? მაკის პლანშეტზე ვის ვეთამაშო, აბა? მაკის პლანშეტი გჭირდება სტუდიისთვის. მაკის პლანშეტი. ვის ვეთამაშო? ვინ არის მსურველი? გავიგე 21 დაშა, ბაკატიეთ ხო? გავიგე, კაცო, მეთამაშები ეკუნა? მე ვიცი ეგ. მე ჩემი ძმა. შენ ძმას არ შინაურებს ვერ მოაგებინებ. არა, ძმა, ეგ რა პონტი, შინაურზე ხო არ გავიცავ. აბა ვინ არის? ვინ იყიდის ჩვენი სტუდიისთვის პლანშეტს, მაკის ბოლო პლანშეტი გიდათ ხელი ძალიან დიდი. ვინ გვეთამაშება? ვინ გვეთამაშება? ვინ? მე, მარიამ გიგანი. გვეთამაშები. მარიამ, მზად ხარ? სად ხარ, დუდამ? მარიამ, მზად ხარ? აუ, ყველას თუ გინდა, ყველა მიყიდეთ, მე გავხსნა პატარა მაღაზიას მაკის მარიამ, მზად ხარ? მარიამ გიგანი იყო, ხო? ხო. მარიამ გიგანი. ეხა ყველა, ეხა რა მორალური ზიანი იქნება ეხა ყველა. გამოდი გიცანით. Comment so far. კაი ამნი კომენტ. მე რა? არა ხარ მყიდველები გაჩერდი. კი, მარიამ. დავიწყეთ თამაში. მითხარი რამე რიცხვი. რაც გინდა, მითხარი რამე რიცხვი. პლანშეტზე ბურა ჩემი ძმა არის. შოტკი გენასწავლე. შოტკი არ გინდა. კი. მარიამ, მითხარი რამე რიცხვი და გეთამაშები. დავიწყეთ თამაში. თქვი რამე რიცხვია. იმედია გამიმართლებს, ე პლანში წავაგებთ. მარიამ რიცხვი. რიცხვი დაიდოს მარიამ. 16. 17 მოგიგე, всё. მოგიგე. პლანშეტი შენზეა. ტელევიზიისთვის. პლანშეტი შენზეა. მეც გაკოცებები ჩემს. შოტკი მოკითხვა აქედან. მარიამ მოგიგე, იძახე ხა 16, 17, მოგიგე. всё, შენზეა. შენზეა, ნამდვილად შენზეა ერთი პლანშეტი. მადლობა სტუდიაზე რომ ზრუნავ. აი ეგეთი რთული თამაშია. ერთჯერადი, მაგრამ რთული. ყველას მოუგებთ აწე, არ გავაბაზროთ. შოტკი, სად ხარ შენ? სად? მარიამი შოქშია მე მგონი. მარიამი შოქში არა, მე მგონი მერე მიდის. აკალამად მოკითხვა. სად ხართ თქვენ ბიჭებო, მითხარით? ან დამირეკეთ ვაფშე რომელიმე რა? აღარენდო თამაშო. რატო? მე არავის წაფერ არ მომიწყვები. თქვენ წესები არ გიკითხავთ. წესები რო გეკითხათ, აი მან დამერხეოდა და მე გავჩუბდებოდი. წესები არ გიკითხავთ, ჩვენ სამამისად ვითამაშეთ. მოკლედ. პლანშეტი თქვენზეა. მარიამ, პლანშეტი დაიდოს. აი პლანშეტი რამე ისეთი მაკის. იყოს მეორადი არ გვინდა. დაცვათია, იყოს მეორადი. ესეთი არ გვინდა. ლოკალინო, რატომ ეცნობა ეს ამდენი? აგერ არის. ლოკალურად. პიცას ჭამდეს ღორები, ხედავ? მართმაში არ გოთ. კიდე კაი არ ვითამაშე, ისე გიჭირი მაგიბლა. აგარ ჭიეთ. უაპასნესი ჯოხი აქვს მოსატანი. უაპასნესი ხალხი ვარ. პროსტა. აი, არ გიშჩემს ათამაში, ვამბობდი არ გიშ. მარიამ, არა უშავს, კაცო. ის არ წაუგია, მარიამ. არა უშავს, არანაირი პრობლემა არ არის. შენ არ ნერვიულო. ეგეთ თამაშია რა, მაგარი მწარე თამაშია. ხანუნიგებს. და ეს მახვიცი რა მითხრა. რა. რატომღაც რო ვეუბნებ ჩაიფიქრე მეთქი, თუ ყველა ამბობს 7-ო და 8 მეთქი. მაშინო 9-ო. 10 მოვუთხარ, მაინც მოუგე. 2-0 მოუგე. მაგ თამაში პირველად მოხდა ცხოვრებაში და 2-0 მოუგე. მე ესეც კაი ხუმრობა იყო. არ შეიძლება პირდაპირ ეთერში რაღაცეები. ანუ გამოგცადეს ახლა უყურე. არამც და არამ ჩვენ ძალიან ნატურალური ბიჭები ვართ რა. მაინც ჯოხზე ავტოგრაფი მივაწერო აუცილებლად გვანს. ჯოხი იყოს და რაც თუ მე ვეფხისტყაოსას თუ დაატო დაწერე, არ არის პრობლემა. ავედა ჯოხი იყოს ოჯახში რა ესე გავციოთ ხოლმე. ვინ გაზაობს? აი მანქანა. ჯოაბში მოტოსანი აქ ისევ და სუ ისევ ვარ და. აწდამარადი საქართველოს მე ვარ შენ.
ესეთი. ესეთი ბიჭო, გაგა. ეხლა არის 9:10 საათი. ხო არ დავისვენოთ 1 საათი. 1-2 საათი დავასვენოთ ეს ხო? ხო, აბა, ავიდა მე მთელი ზალებით მოიკრიბონ ეხლა ამათ მას ჩვენს და 12-ის მერე შემოვიდნენ ყველანი ერთად მანდეს გააბაზრეთ რა 2 საათი კიდე გააქვთ თუ რა. 12-ზე დავწოთეთ არის? 12-ზე უკვე დაჟე +18-ია. +18-ია, ბაზარი არა. დავი. ჯერბასო ტელემაყურებლებო. დაგემშვიდობებით. საკაიფო ეთერი გამოვიდა, ვიცინეთ ძალიან ბევრი. აი იყო. ვიქნებით თუ დავუეჭველი. კი, 12-ზე, короче, 12-ზე. 12 საათზე ზუსტად 12 საათზე შემოვალს და გაიჩნდა და მანამდე ახლა გააბაზრეთ რა თქვენს ხო, რა. ბევრი ვიყოთ რა და ხაჭაპურის გადაყვანი გემშვიდობებად 12 საათამდე, 12-ის მერე იწყება +18 გადაცემა. შემოგვიერთდით, გავერთოთ. ავაი. ჩვენ როგორ ჩეკპირდით ზუსტად 12 საათზე ჩავერთვებით. ცელოიამ. კარგად ხალხო. აბაჰე. უიამთავებთ კი 12 საათზე შემოდით ყველა რა 12-ზე აქ აქ ვიკრიბე. მაგ დრო ძინავს მე. მე კატოს ჩვენს გამო არ დაიძინებ და ეგ იქნება. ველოდებით ემიგრანტები. всё. აბაჰე.